დავუბრუნდით ისევ პირდაპირ ეთერში და ისევ დავუბრუნდებით დღის მთავარ თემას. ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში უკვე დასრულდა. გაკეთდა განცხადებებიც, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ექნება წარმატებული მომავალი და ჩვენ ვიქნებით ამ მომავლის მონაწილეები, როგორც მოქალაქეებად, ასევე როგორც პოლიტიკოსებად, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ბიძინა ივანიშვილმა კი თქვა, რომ დღეიდან იწყება ახალი ცხოვრება. უფრო კონკრეტულად რა გზავნილები გაჟღერდა, როგორც ივანიშვილის, ასევე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლების დროს და რა შეფასებები გაკეთდა უკვე ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. იმედა დარსალია მუშაობს ავლაბარში და ის კიდევ ერთხელ ჩაგვართვება პირდაპირ ეთერში. იმედა გისმენთ. თამთა თავდაპირველად გეტყვი რომ შეფასებებს ორივე მხარემ თავი აარიდა, რამდენიმე წუთის წინ დატოვა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენცია. მან კომენტარი არ გააკეთა და თქვა რომ ის კომენტარს საკუთარ ოფისთან გააკეთებს. შესაბამისად მეცხრე არხის ჯგუფები მას უკვე ელოდებიან საკუთარ ოფისთან. ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე პირველმა დაიწყო მიმართვა. მან ხაზი გაუსვა რომ ეს არის ჯანსაღი პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ქართულმა ოცნებამ შემოიტანა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში, რომ მათ შექმნეს პრეცედენტი ქვეყანაში დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლის. ყველა უღირს ქცევას ოპონენტების მხრიდან ღირსეულად ვუპასუხეთ, ამბობს ბიძინა ივანიშვილი. ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა როგორც თავად იმსახურებენ, არამედ როგორც ამას ჩვენი ქვეყანა იმსახურებს. ასევე მან თქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. შეგვიძლია მას მოусმინოთ. მოგესალმებით. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა გახლდათ გაგრძელება იმ ჯანსაღი პოლიტიკისა, რომელიც მე და ჩემმა გუნდმა შემოვიტანეთ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. ის რომ მე და ჩემმა გუნდმა მოვახერხეთ და შევქმნით პრეცედენტი საქართველოში პირველად დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლისა, ეს საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ღირსეულად მოიხსენიება. ის რომ ჩვენ მოახერხეთ მთელი წლის განმავლობაში ყველა უღირსო ქცევას ჩვენი ოპონენტების მხრიდან ღირსეულად პასუხობდით, სწორედ ეს გახლავთ დღევანდელი შეხვედრის მიზეზიც და გაგრძელება მისი. ჩვენს ოპონენტებს ვაცხადებთ და ვაცხადებთ დღესაც, მოექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართველი ხალხი, ჩვენი საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი კულტურა. აი ეს გახდათ დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზეზიც. ჩვენ საუბარი ქონდა საგარეო პოლიტიკაზე, ქონდა შეხედულებებზე და ესე შემდგომ იქთან ხვედრაში მოდის ის საგარეო პოლიტიკა, რაც ჩვენ ორივე მხარეს გაცხადებული ქონდა, რომ ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე, რომ აუცილებლად ჩვენი სტრატეგია გაგრძელება იქნება წინა ხელისუფლების, ჩვენი სწრაფვა იქნება განუხრელად ევროპისაკენ და აუცილებლად საქართველო მოახერხებს უახლოეს დროში გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. აი დაახლოებით ესეთი ტიპის საუბარი ქონდა. კარგია რომ ჩვენ მოახერხეთ შეხვედრა, იმ მოახერხა თვითონ სააკაშვილმა ის განცხადება, რაც მე შეუქეი, რომელიც მან გააკეთა არჩევნების პროცესში და არჩევნების ბოლოს. ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ემსახურება იმას, რომ ჩვენ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ კულტურული ერი, ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას და ჩვენს ოპონენტებს ყოველთვის ღირსეულად მოექცევით. ივანიშვილის შემდეგ განცხადება გააკეთა თავად სააკაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის მათთვის პატივსაცემი, რომ მათსა და ქართულ ოცნებას შორის რჩება ბევრი ფუნდამენტური განსხვავებები პოლიტიკურ შეხედულებებში. მე მინდა ყველას გითხრათ, რომ დღეს არის ისტორიული პროცესი. პირველად ამ რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცის ამ ნაწილში ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების უმეტესი ფუნქციების მშვიდობიანად დემოკრატიულ ფარგლებში გადაცემა. ქართულმა ხალხმა გააკეთა თავის არჩევანი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვიტყვით მომავალში, რომ ქართველი ერის არჩევას ჩვენ ვცეთ პატივს. ქართველი ხალხი არის უზენაესი მოქმედი პირი ქვეყანაში, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ პროცესებს. ჩვენ ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა, არავისთვის არ არის მოულოდნელი, რომ ჩვენ შორის რჩება ფუნდამენტური განსხვავებები ძალიან ბევრ პოლიტიკურ საკითხზე
ძალიან ბევრ ეროვნულ საკითხზე. მაგრამ ჩვენ როგორც პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება, მე როგორც პრეზიდენტი, რომელიც არის კონსტიტუციის გარანტი, უზრუნველყოფ, რომ გადასვლა მთავრობების ფუნქციებს შორის მოხდეს ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მოხდეს ისე, როგორც არასდროს არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში, მოხდეს ქართული ხალხის ინტერესების სრული გათვალისწინებით, მოხდეს პოლიტიკური პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოებში შენარჩუნების სრული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატია, მივახციოთ იმას, რომ თავისუფალი არჩევნები საქართველოში მომავალშიც გაგრძელდეს, რომ დემოკრატია საქართველოში პირიქით გაძლიერდეს და საშუალება იქნეს ყოველთვის მისი განვითარების და ქართულ ხალხს შეექმნას უკეთესი პერსპექტივები. მე როგორც პრეზიდენტი და ჩვენ ყველანი ვიზრუნებთ იმაზე, რომ ქართული ხალხის ინტერესები იქნას დაცული, ეს იყო ყოველთვის რაც მამოძრავებდა, ეს იქნება ჩემი მამოძრავებელი ძალა მომავალ თვეებში, მომავალ წლებში, მომავალ ჩემს და ყველა ჩემი თანამებრძოლის მოღვაწეობაში. ამიტომ მე ვფიქრობ, ის რაც მოხდა, ამას ქართველი ხალხი ყველა თავისებურად შეაფასებს. ყველაფერს უნდა დრო, რომ ბევრი რამე დაინახო და გაანალიზო, მაგრამ ახლა ყველანი უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მომავალზე. ყველანი უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე, მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებებისა და ასთა სხვადასხვაობისა პრაქტიკულად უმეტეს საკითხებზე. ჩვენ მოვახერხეთ და ვახერხებთ ამ პროცესის სამართლებრივად, კონსტიტუციურად სწორ ჩარჩოებში წარმართვას. მე მგონი ეს არის მთავარი, რასაც ყველამ დღეს ხაზი უნდა გაუსვათ. ამიტომ მინდა ჩვენ ხალხს უსურვა წარმატება, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ექნება ძალიან მაგარი მომავალი და ჩვენც ვაპირებთ ამ მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიყოთ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და როგორც პოლიტიკოსები. შეგახსენებთ, რომ ეს იყო პირველი შეხვედრა სააკაშვილთან, მას შემდეგ რაც ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, მას შემდეგ 1 წელი გავიდა, თუმცა როგორც ცნობილია, ივანიშვილმა მასთან ურთიერთობა პოლიტიკაში მოსვლამდე კარგ ახნით ადრე შეწყვიტა. გმადლობთ იმედა, ეს იყო პირდაპირი ჩართვა ავლაბრის რეზიდენციიდან და იმედა დარსალია, როგორც მოვისმინოთ, ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს შეპირდა, რომ კოალიციის ოფისთან კიდევ ერთ განცხადებას გააკეთებს ამ შეხვედრის შესახებ და ამ განცხადებას ჩვენ ბუნებრივია მომდევნო გამოშვებებში შემოგთავაზებთ.